الحمد لله الحمد لله الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم ألا إن أولياء الله لا خوف عليهم ولا هم يحزنون صدق الله العظيم وقال رسول الله صلى الله عليه وسلم من توكل على الله فهو حسبه صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში სადაც ადამიანთა გულებში ხშირად იბუდებს შიში შფოთვა და დარდი ხვალინდელი დღის შიში საარსებო წყაროს დაკარგვის შიში ავადმყოფობის შიში წარსულის ტკივილი და დანაკარგების დარდი მაგრამ ნუ დაგვავიწყდება უზენაესი ალლაჰის აღთქმა მოწყალე და ყოვლის მომცველი გამჩენი გვამცნობს რომ მისი ერთგული მსახურები დაცულნი იქნებიან მათთვის არ იქნება არც შიში და არც მწუხარება ყურანში ვკითხულობთ მას იცოდეთ რომ ალლაჰის მეგობრებს არც შიში ექნებათ და არც დამწუხდებიან რომელთაც ირწმუნეს და იყვნენ მოკრძალებულნი მათთვისაა სიხარული ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც ალლაჰის სიტყვები შეუცვლელია სწორედ ესაა უდიდესი ნეტარება ეს სიტყვები მხოლოდ ნუგეში კი არა ეს არის უზენაესი ალლაჰის მტკიცე გარანტია თავისი მსახურებისადმი ვინც ირწმუნეს და ღვთისმოშიშნი იყვნენ ვინც გულში ჭეშმარიტ ირწმენა განიმტკიცეს და ალლაჰის შიშით რიდითა და მორჩილებით იცხოვრეს ისინი ნეტარებას პოვებენ არა მხოლოდ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში არამედ საიქიოშიც ძვირფასო მორწმუნეებო შიში ორი სახისაა ამ ქვეყნიური შიში რომელიც ალლაჰს გვაშორებს და წმენიდან გამომდინარე შიში რომელიც ალლაჰს გვაახლოებს მორწმუნე შეიძლება დამწუხდეს დადარდიანდეს იტიროს ტკივილი იგრძნოს მაგრამ მისი გულის ასაკწარკვეთილებას არ მიეცემა რადგან იცის რომ სამყაროს გამჩენი უზენაესი ალლაჰი მასთანაა ალლაჰი მორწმუნეთა მფარველი და მეგობარია ყურანში ნაბრძანებია ალლაჰი მორწმუნეთა მფარველია მეგობარია ისინი გამოჰყავს სიბნელიდან სინათლეში და რომელთაც უარყვეს მათი მფარველი ეშმაკია მათი მეგობარი რომელსაც ისინი გაჰყავს სინათლიდან სიბნელეში აი ეგენი არიან ცეცხლის ბინადარნი და იქ დარჩებიან სამუდამოდ ალლაჰი ჩვენი მეგობარია ნიშნავს რომ არ მიგვატოვებს მარტო არ დაგტოვებს განსაცდელში ხედავს ჩვენს ცრემლს ჩვენს ნაღველს შეისმეს ჩვენს ვედრებას და მოგვიტევებს ცოდვებს ალლაჰი შენთან იქნება მაშინაც კი როცა ადამიანები ერთიანად ზურგს გაქცევენ როგორც სამყაროთათვის წყალობა წარმოგზავნილი შუამავალი მუჰამედი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამ გვასწავლის მორწმუნე არასოდეს რჩება წაგებული ხადისში ნათქვამია საოცარია მორწმუნის საქმე მისი ყოველი მდგომარეობა სიკეთეა თუ კეთილდღეობა ეწია მადლიერებას გამოხატავს და
ეს მისთვის სიკეთე ჩაეწერება. ხოლო თუ განსაცდელი შეემთხვევა, მოთმინებას გამოიჩენს და ესეც მისთვის სიკეთედ აისახება. შიჩი და დარდი ხშირად მოდის მაშინ, როცა ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ძალებს ეყრდნობა, მაგრამ ალლაჰის შემდეგს გვასწავლის. ვისაც ეშინია ალლაჰის, დაუდგენს მას გამოსავალს და დააპურებს მას იქიდან, საიდანაც არ ელის. ხოლო ვინც დაეყრდნობა ალლაჰს, მაშინ იგი საკმარისია მისთვის. სიმამაცე არ დაკარგოთ და არ დამწუხრდეთ, ხოლო თუ ხართ თქვენ მორწმუნენი, უეჭველად აღმატებული იქნებით. ეს აიათები გვახსენებს, რომ ნამდვილი უსაფრთხოება არც ქონებაშია და არც ადამიანებში, არამედ ალლაჰზე მინდობაში. როცა შიში გულში გვიჩნდება, გავიხსენოთ, ალლაჰი ძლევამოსილია, მოწყალე და მიმტევებელია. მისი მოწყალება უსაზღვროა და ჩვენს ცოდვებზე დიდია. მისი განგება სრულყოფილია და ყოველთვის აღემატება ადამიანის გეგმებს. ალლაჰის შუამავალმა იბნ აბბას უთხრა: გახსოვდეს, თუნდაც ყველა ქმნილება შეიკრიბოს იმისთვის, რათა შენზე ზიანის მოყენებას ცადონ, ვერ შეძლებენ იმაზე მეც, რაც ალლაჰმა უკვე განსაზღვრა. ამ სიტყვებში იმალება მორწმუნის სიმტკიცე და გულის სიმშვიდე. არაფერი ხდება ალლაჰის ნების გარეშე. ამიტომ, ძვირფასო მორწმუნეებო, თითოეული მორწმუნის მიზანი უნდა იყოს მტკიცე რწმენა, ლოცვაში გულმოდგინება, მოთმინება და ალლაჰისადმი სრული ნდობა. ვინც ალლაჰს მფარველად დაიდგენს, მას ვერც შიში დაამარცხებს და ვერც დარდი გასტეხს. ასეთი ადამიანი ამ ქვეყნად ცხოვრობს სიმშვიდითა და იმედით, ხოლო იმ ქვეყნად დაჯილდოვდება სამოთხის ნეტარებით. მოდით, ვიყოთ მათ შორის, ვინც უზენაესი ალლაჰი დაიდგინა მეგობრად და მფარველად, ვისაც შიში არ აქვს გარდა ალლაჰისა, მტკიცედ სწამს და განსაცდელი სასოწარკვეთილებასა და უმედობაში ვერ ჩააგდებს. ხუთბა კი შემდეგი აიათით მინდა დავასრულო. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, ჰქმნეს კეთილი საქმენი, დადგნენ ლოცვად და გაიღეს ზექათი, მათთვის საზღაური თავიანთ ღმერთთანაა და არც შიში ექნეთ და არცა დამწუხდნენ ისინი. ელა ინ ახსანალ კალამ ვა აბლაღ ნიზამ კალამულლაჰილ მელიქილ აზიზილ ალლამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون بسم الله الرحمن الرحيم